გამარჯობა შემოწყვილებო და საყვარლებო როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. მოკლედ ეხა გადავწყვიტე რომ დავაბრუნებოდი YouTube-ზე. ზეგ მივდივარ შოპინგზე და მეთქი შოპინგის ვიდეომდე ერთ რაიმე ვიდეოს მაინც ჩავწერ თქო. აქ როგორც ხედავთ ერთი გამონაყარი გამომივიდა, ეგ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ვერ მოვითმია და ნიგვზიანები ვჭამე. ეხა სტუმრები ყავდა. გითხარით კიდეც, მაგრამ ვერაფერი ვერ გადავიღე რომ მოვიდნენ მაშინ. ხო და ბებიაშვილმა გააკეთა აქ ხო იცით როგორ იციან სამეგრელოში ყველაფერი ნიგვზიანი და ყველაფერი ბევრი ნიგოზით და თხილით და მე მიყვარს ეგ და აი შედეგი, მაგრამ რა უშავს მას მოვუვლი და ერთ-ორ დღეში არაფერი არ მექნება. ხო, ჩემები არ არიან სახლში, ყველა წავიდა მეზობლის რა ახლობლის 1 წლის თავზე, ანუ გარდაცვალების წლის თავზე მოკლედ და სახლში ვარ სრულიად მარტო მთელი დღეა. ცხაშორის ძალიან მიყვარს მარტოობა. არადროს არ მეშინია ხოლმე პირიქით. ძალიან სიამოვნებს მარტო სახლში ყოფნა, იმიტომ რომ სიმშვიდეა, სიწყნარია, ვუყურებ რასაც მინდა, ხმას ვუწევ იქამდე სანამდეც მინდა, რამეს რო ვუყურებ და რავი. პრემიუმ გადაწყვიტა რომ შეღება თეთრი ემოჩნილი. ეხა როგორც შეძლო შეღება მართალია პროფესიონალური არ არის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შეღებებია ეს არკა. და ეხა ბუხარს ხებავს. ამ ბუხარს მართლა ჭირდებოდა შეღებვა და რომელმა გენიოსმა მოიფიქრა თავის დროზე რომ ბუხარი თეთრი უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებს. ის იგივე გენიოსი ხებავს ეხა ბუხარ. ნუ ნაცის ტრადიციაში, მაგრამ ამას ერთი ფენა არ ეყოფა, ჩემი აზრით, ნახეთ როგორ ეტყობა. არა პროფესიონალის ხელი. ერთი ნაცრისფერი საღებავით ხებავს. ეს ერთი. და მე ვეუბნები რომ არ ეყოფა. აქ არის ორი საღებავი კიდე ვეუბნები ერთმანეთს შეგერია ყველაფერი და რაიმე კარგ ფერს მიიღებდი მეთქი ხა გაჩვენე. იქ ეს არის მწვანე საღებავი, სხვაშორის ლამაზი ფერია. საღებავი კამერაში კიდე არ ჩანს ესეთი ლამაზი ფერი. რეალურად არის მოკლედ ეს საღებავი და ეს არის რაღაცა თეთრი ნაცრისფერი მოთეთრო ფერის საღებავი. შერევით არ ვიცი რა გამოვიდოდა. ტადამ! ქაურობა არის TV სავსე მეგობრებო. ვიყიდეთ TV-ვა. არ ვიცი ზუსტად რამდენია აქ, მაგრამ საკმაოდ ბევრია და რომ არ დაგიმალოთ, ეს ყველაფერი დაჭდა 500 ლარი. მხოლოდ TV-ვა 500 ლარი. ნუ რა თქმა უნდა, ეს საქონლისთვის არის მთელი ზამთრის მარაგი, ნუ მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა, კიდევ არის ეს მარტო არ ეყოფა. საქონელს თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მარტო არ ეყოფა. მაგრამ ნუ ყიდვა მაინც საჭიროა და 500 ლარი ეს კიდევ ეხლანდელი ფასი თორე ცოტა ხანში კიდევ გაიზრდება ფასი. ესე იგი მოიტანეს ორი, ეს ნამცხვარია, ჩემი საყვარელი, ქიშმიშით, თხილით და მუხაშვილი მალაკოთი და კიდე ზევიდან აქ კაკაო გადასხმული რა. მე ძალიან მიყვარს ეს ნამცხვარი. მოკლედ, მუხაშვილი მალაკოიანი ნამცხვარი ყოველთვის მიყვარს რა. ყავის ფერს თუ ყავის ნამცხვარს ვეძახი. ეს კიდე არის ამას აქ აჭარულს ეძახი, მაგრამ აჭარული არ არის ეს. სხვა რაღაც არის. არ მახსოვს სახელი. ესე. ეს ორი. ისე მოკლედ, ელოდება სტუმრების მოსვლას. დღეს ძალიან დიდი სტუმრიანობა გვაქვს და მოკლედ დიდი სამზადისით. აქ ჩართული მქონდა რაღაც ჩავკეცე. ამას სვამდი ყავაც დავლიე. ნახე, ტიპიური კომპიუტერის მაგი და ყველაფერი აქ როდავს სასმელები. გარეთ ცუდი ამინდია და ისე ემთხოვა სულ რომ როცა ვიდეოს ვიღებ, სულ ცუდი ამინდია ამ ბოლო დროს. მაგრამ აქ შემოდგომას ახასიათებს ფისო მოვიდა. ხომ დავაჭამა ჩემ შავფისოს. შეხედეთ, მგონი მალე წვიმასაც დაიწყებს. ხო, როგორც გითხარით, ვაპირებ ზეგ რო წავიდე შოპინგზე, რაღაცები ვყავარჩე. ვფიქრობ რომ ვიყიდი ფეხსაცმელს, ესე მაქვს დაგეგმილი. თუ ვიშოვე 2 წყულს ვიყიდი,
მაგრამ იცით რომ ჩემი ფეხის ზომა ყოველთვის პრობლემაა, იმიტომ რომ 35-36 მაქვს ფეხის ზომა და ეს რაღაცა Tinkerbell ფეხი არის ყოველთვის პრობლემა და საბავშვო განყოფილებაში უნდა ვეძებო ფეხსაცმელი, სხვა გზა არა მაქვს, რა ვიცი. და ხო, მომიტანის საჩუქრად ჩანთა, ტკბილეული მომიტანის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, კაზახური. ტკბილეული ხო კაზახეთიდან იყო ჩემი ოჯახი. ხო, კაზახეთიდან მყავდა სტუმრები და ბებია ჩემის გარდაცვლილი ძმის შვილი იყო და რძალი. ბებია ჩემს როგორც იცით, მგონი იცით, რომ აფხაზეთის ომში დაეღუპა ძმა, უმცროსი ძმა და მის აფხაზეთის ომის შემდეგ წავიდა აი ამ ძმის ოჯახი და მეორე ძმა ბებიას ორი ძმა ყავს და ნუ ერთი გარდაცვლილი, ერთი ცოცხალია და ერთი კიდევ და მოკლედ სულ 4 არიან, ორი გოგო, ორი ბიჭი და მისი ძმები ცხოვრობდნენ აფხაზეთში და ერთი ძმა რომ მოუკვდა მისი ოჯახი და მეორე რომელიც ცოცხალი იყო და მისი ოჯახით წავიდნენ ყველა ერთად კაზახისტანში ამ აფხაზეთის ომის შემდეგ და მოკლედ ეხლა იქიდან ჩამოვიდა ის გოგო დიდი ხანი არ ყოფილა აქ წლებია ერთხელ იყო ჩამოსული წასვლის მერე ერთი სადღაც 15 წლის უკან იყო ჩამოსული და ეხლა ჩამოვიდა კიდე და მოკლედ რა ვიცი ესე ყველა მოგვინახულა დაგვასაჩუქრა და ამბები როგორც ხდება ხოლმე გაჩვენებ წევითავალ და ყველაფერს მე ჩემთვის გადავინახე ტკბილეული და ესე ვთქვათ ჩანთაც ზევით მაქვს გაჩვენებთ ორ შაბათს მივდივარ უნივერსიტეტში ვბრუნდები და რა თქმა უნდა პირველ დღეს როგორც დაკვირდით გადავიღებ უბრალოდ ეხა წარმანად მინდოდა რომ ეს ვიდეოც გადამეღო და თან ეხა ვიყავ Facebook-ზე შესული და წავაწყდი ერთ ძალიან უსიამოვნო პოსტს და მინდა რომ ამაზე გესაუბროთ ხა მოკლედ თქვენი აზრით მაინტერესებთ ამ მოკლედ პოსტთან დაკავშირებით მე კომენტარი დავწერე და ბევრი კომენტარი იყო და ყველა კომენტარი წავიკითხე რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაინტერესებდა ხალხის აზრი ვის რა ქონდა დაწერილი მოკლედ გოგონა წერდა რომ გაჩინა ბავშვი და ყავს ბავშვი 2 თვის და წერდა რომ ანუ ქმარიო მე მუშაობ სამი სამსახურში მუშაობიო ქმარიც მუშაობს მაგრამ ბავშვის შემდეგ 2 სამსახური დავტოვეო ერთში და მუშაობ ახლა მარტო და ამ 2 თვის ბავშვიო ქმარი არ აქვს ბავშვს ყურადღებასო არც მეო ყოველთვისო ღია ფანჯარაში უნდა ოძილიო ამის გამო ერთხელ ბავშვი ცუდად იყო და ძილის გამოვიყვანეთო მდგომარეობიდანო ვუხსნიო რომ ფანჯარა არ გააღოსო იმიტომ რომ ბავშვი ცოდვა არისო და 2 თვის არისო და ღია ფანჯარაში არ შეიძლება ბავშვის დაძინება მაგრამ არ ესმისო ბავშვს საერთოდ არ იჭერსო ხელშიო საერთოდ არ ცდილობსო ბავშვთან ურთიერთობასო მეც არ ვაინტერესებოდა რო ვუთხარიო და ველაპარაკო ამ ყველაფერზე მოკლედ უხეში სიტყვებით მელაპარაკაო და მითხრაო ხო ხვდებით რა მითხრაო და ამას ძალიან გავბრასდიო მე ისე ველაპარაკეო ცოტა ხნის მერეო და ისე იგივე ნაირად ოღონდ მშვიდად მითხრაო რომ თუ არ მომწონდაო როგორ ცხოვრობდით და წავსულიყავიო ანუ მოკლედ კომენტარებს გადავხედე და ზოგი უწერდა რომ შენ კი არა ის ქმარი უნდა წავიდეს არ უნდა მოიწმინო რომ უნდა წახვიდეს ახლიდან და ქმარს არ უყვარხარ და რაღაცა და სიმართლე რო გითხრათ ვეთანხმები იმიტომ რომ კაცი რომ შვილზე არ ზრუნავს 2 თვის ბავშვზე და თავისი ხუშტურების გამო ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ღია ფანჯარაში აიძულებს ბავშვს დაძინებას ანუ ამ კაცაზე უნდა ელაპარაკო ვიმე აუმენტი გავუარის და ხარი ამოვარდა შუალში მინდა გავაგრძელებ საუბარს შემოვედი და ვქრავენ ხო რას ვამბობდი ხო და მაგ კაცს რაზე უნდა ელაპარაკო და ზოგი უწერდა რომ ისა მოითმინეო ეგეთი ეტაპი ყოველას აქო ქმარს მეტ ყურადღება მიაქციეო ოჯახი მნიშვნელოვანიაო არ დაანგრიო ესე იგი ანუ ჩემი აზრით ეგეთი ოჯახი მაინც დანგრეულია უკვე სადაც ქმარი ეგრე მიმართავს თავისი შვილის დედას და თავისი შვილი საერთოდ არ აინტერესებს არც მისი ჯანმრთელობაზე თავისი ხუშტურებზე და მშვიდ ძილზე ფიქრობს მარტო და ქალები კიდე ანუ არ ვართ და არ არიან
ეგეთები ანუ უსულონი ვთებივით, რომ ყველაფერი ითმინონ და აიტანონ ოჯახის და ქმრის შენარჩუნების გამო. ანუ ქმარი თუ პატივს არცემს ბავშვი ფეხებად კიდია, ანუ რატომ უნდა მოითმინოს ყველაფერი და რატომ უნდა დაისვას უფრო მეტად ეს კაცი თავზე, არ მესმის, რომ არ მესმის იმ ქალების კიდე, რომლებიც ურჩევენ, რომ აი ყველაფერი მოითმინე, ოჯახის გამო ყველაფერი აიტანე, ანუ რატომ უნდა აიტანოს, რატო ავალდებული რომ აიტანოს, ვერ მარცალ ვერ ხვდები, ანუ პირველ რიგში თავისი თავი, თავისი შვილი, ის კაცი უნდა ეხმარებოდეს პირიქით და უნდა ზრუნავდეს ცოლზეც და შვილზეც და არა ეგრე კი არ უნდა ექცეოდეს და მე ვფიქრობ, რომ კაცი როცა ესე იქცევა, მაგას არც ცოლი უყვარს და არც შვილი უყვარს სამწუხაროდ. და მაგის შენარჩუნებას კიდე აზრი არ აქვს, ანუ ვის გამო და რის გამო. ნარუცი. არ მაქვს ხოლმე იმედი, რომ ეგეთი ადამიანები გამოსწორდებიან და სწორდებიან, იმიტომ რომ ბევრი ეგეთი ადამიანი მინახავს. საკუთარ მაგალითად, არ ვიტყვი ვის გულისხმობ. არ ვიტყვი რა, ეხლა ალბათ ბევრი მიხვდება, მამაჩემს გულისხმობ. ასე რომ ვიცი, რომ ეგეთი ადამიანები ყველა ზოგადად, როგორც ყველა ქალი არ არის დედად დაბადებული, ასევე არ არის ყველა კაცი მამად დაბადებული. ყველას არ შეუძლია მშობლობა და ამის ბევრი ცოცხალი მაგალითი არსებობს და ამიტომ ალბათ ეგეთი კატეგორიაა, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია. დამორჩა. რა ვიცი, ხო რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში. ხოდა ძალიან დაბნელ და ხაზე ვითავალ და გაჩვენებ ჩემ ჩანთას. ჩემ თავს თვე ძალიან ბნელა ხალხო. ეს არის ჩანთა, რომელიც მომიტანეს საჩუქრად, ესეთი დიორის ჩანთა. ესეთი მითი რა. დასაკიდით. მოიცა. როგორ გაჩვენოთ უკეთ აი ესე. ამაზე ჩანთა. რაც მთავარი არის მყარი ჩანთა, ანუ რბილი არა აქვს, აი ეს რა ძალიან კარგია, მოიცა. ესეთი საკედი აქ და მეორეც მოყვება გაჩვენებთ ახლა. შიგნით აქ მხოლოდ ერთი განყოფილება. აი ესე შიგნით მხოლოდ ერთი განყოფილება გაგდოს. მეორე აი ესეთი საკედი, ეს უფრო გრძელია, ну ძალიან გრძელიც არ არის, ძალიან საყვარელია ეს მომწონს და ესეთი დეტალით. შიგნით აქ მხოლოდ ერთი განყოფილება, აი როგორც ხედავთ. ძალიან საყვარელი და კომპაქტური ჩანთაა, ესეთი მოსახერხებელი. ყოველდღიურად ვფიქრობ ძალიან კარგი და კომფორტული უნდა იყოს ეს ჩანთა. ჩანთის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ ეხლა აღარ მომიწევს. მინდოდა რომ პარასკევს რო წავიდეთ შოპინგზე, მეყიდა ჩანთა, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მომიწევს ჩანთის ყიდვა, რადგან სრულიად ახალი ჩანთა უკვე მომიტანეს საჩუქრად. ისე რასაც ვაკვირდები, ჩემი ჩანთების უმეტესობა არის შავი, ერთი მაქვს ლურჯი და კიდე თეთრი ჩანთა და всё რა. დანარჩენი მაქვს სულ ეს შავი ჩანთები და ნუ კი ყველაფერს უხდება, მაგრამ მინდა რომ ცოტა სხვა ფერებით შევმატო ჩემი ჩანთების კოლექციას. ეულე ჩემთვის არა მხოლოდ ყოველთვის გადავინახე, ანუ ყოველთვის რომ დამეტოვებინა ჩემი ძმა და სხვაებიც მოსგავლებდნენ, ამიტომ ესე ვინახავ ხოლმე ცალკე ტკბილეულს ყოველთვის ვყოფ და მე უკვე ნელ-ნელა გამომაქვს ხოლმე ყავასთან. თორე სახში არ ვიცი, ყველა მსუნაგები რომ ვართ, მე კიდე მაქვს უფრო ნებისყოფა სხვებთან შედარებით. აი ესეთი ვაფლები, მე ვაფლი არ მიყვარს, მაგრამ ბაბუა ჩემს ძმას და მოკლედ სხვებს უყვართ და ეს უფრო მათთვის, მე არ ვჭამ საერთოდ ვაფლს. ატანა არ მაქვს. ესეთი პეჩენიების ერთი შეკვრაც გადავინახე, დანარჩენები თავიანთთვის შევინახე მათთვის. ძალიან მიყვარს ესეთი პეჩენიები. ამას ყველა შევჭამთ, მე განსაკუთრებით. ეს მიყვარს ჩაისთან ერთად. აქ დევს ესეთი სხვადასხვანაირი ტკბილეული, ცალობით კამფეტები და ერთი ესეთი შოკოლადი, ესეთი კაზახური შოკოლადი. ეს არ გამიხსნია, არ გამისინჯავს, მაგრამ ლამაზი შეფუთვით არის და ყავისთან ერთად დავაგემოვნებ, არ ვიცი, კაზახისტან. ანუ აწერია კიდეც, არ ვიცი ითია, შეიძლება შოკოლად. ანუ მგონი სუფთა შოკოლადი უნდა იყოს. მე დიდად არ მიყვარს სუფთა შოკოლადი, მაგრამ
არა უშავს მაინც გავსინჯო მაინტერესებს. და აქ ესეთი ნარევი ტკბილეული, ანუ ყველა აი ეს გავსინჯე და ძალიან გემრიელია. ნარევი ტკბილეულია, მოკლედ ყველაფერი. აი ეს არ ვიცი. ცა. აი ესეთებია, მოკლედ. ეს თუ არ გადაინახე, არავინ არაფერს არ დაგიტოვებს მერე. ეს ორი ავიღე და ეხა ქვევით შევჭამ ჩავიდან. ქვევით ჩავიდეთ. სახლი ჩუსტებით უნდა ვიყიდო ზამთრის. ნახეთ როგორ დაბურულია. კამერაში კიდე არ ჩანს. შუქი რო არ ანთია ძალიან ბნელა უკვე ოთახში. და ის ჩემებიც მოსვლას მგონი არ აპირებენ, მოდი შუქი ავანთოთ. აი ესე სულ სხვა საქმეა. გარეთ ოდნავ ცრის, ტელეფონი ცოტად მისულდება. ესეთი ამინდია, როგორ შეგახედოთ. ცოტა არ იყოს ცუდი, ცოტა არ იყოს კიდე ცუდი ამინდია ძალიან. ცოტა ესეთი სიმყუდროვე კია. შემოდგომის, მაგრამ რაღაცნაირად მე არ მიყვარს თვალ ესე უკვე ნამეტანია. ერთი კვირა ესეთი ამინდები გუგრძელდება რა. და არ შემიძლია. უნდა გითხრათ რომ ეს დღეები მე რაღაცებს ვიღებდი და პატარა ფრაგმენტებს ყველაფერს აქ ჩაგისვამთ აუცილებლად.